კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი ბანო წერეთელია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო ვანო და მადლობა ეთერისთვის. ბატონო, შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა და მოდით ამ თემით დავიწყოთ, ამ თემის შეფასებით დავიწყოთ გადაცემის ეს ნაწილი. დაკავებულთაგან ორს ბრალადდება აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობა, მესამე კი თავად აქციის მონაწილე გოგონაა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით კახა კალაძეს ქართული ოცნების მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა. გუშინ და გუშინ წინ კრიტიკა ისმოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით იმის გამო, რომ მან მომხდარ დაპირისპირების შემთხვევებზე არ მოახდინა რეაგირება, თუმცა დღეს კრიტიკა მოდის იმის გამო, რომ დაკავებულთა შორის არის მომიტინგე სტუდენტიც. ამ კრიტიკას თქვენც თუ უერთდებით და აი კონკრეტულად რა გგონიათ არასამართლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ეს რომ გითხრათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ეთერისთვის და ძალიან კარგია ამ კითხვაზე რომ იწევს პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ადამიანი არის სტუდენტი, რომელიც წინა დღეს ისევე მოყვა აი ამ ზეწოლის ქვეშ, გახსოვთ ხო, წინა დღეს რაც გააკეთეს ამ ტიტუშკებმა, მე კი არის ერთ-ერთი კიდევ ერთი მორიგი ღირსების პატიმარი, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გაუსვათ იმას, რა განსხვავებაა ამ ორი ადამიანების დაჭერაში. ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქცა ივანიშვილის კაცის კაცების და მონის მონების დაცვად ეს უკვე ჩვენ პირდაპირ ეთერში ნახეთ და ამაზე მოდი დროს ნუ დავკარგავთ. აქ სალაპარაკო არის ის რომ რას ასხივებს კიდე აი ეს ქმედება მათი. ნახეთ რა ხდება მეგის დაპატიმრება არ ასუსტებს არც თავად მეგის და არც იმ ხალხს ვინც ქუჩაში დგას. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ მათ შორის გადის ციხეზე, ხო? ჩვენ არაერთი პატიმარი ყავს სინდისის, მათ შორის ჩვენი კოალიციის ლიდერების ხედან სწორედ აი ამ პრინციპულობის გამო ციხეებში, ამიტომ ჩვენ ეს არ გვაშინებს, თავად მეგისაც, როგორც შეხვდნენ, ის არის ღირსებით ახსავს ახლა იმაში, იმიტომ რომ ის იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, საკუთარი მომავლისთვის და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ხოლო მეორეს მხრივ დაპატიმრებული ტიტუშკების დაპატიმრება რასაც ჩვენებს, მოდი ვნახოთ რა. აქ არის კრიზისი. და ეს სწორედ კრიზისის მაჩვენებელია. მიუხედავად იმის, ნახეთ ორი რამეა, თუ არ დააკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ორ ადამიანს, მაშინ პოლიციელებს გაუჩნდებოდათ, პოლიციელების შიგნით გაჩნდებოდა პრეტენზიები, რომ რატომ არ აკავებენ ისინი აი ამ ასე ვთქვათ კანონის დამღვრევას, იმიტომ რომ სახეზე იყო, ძალიან მკაფიოა, ხო, ეს რაღაც ენით აღუწერელი და გაუგონარი შეტევა ქალებზე, რა ვიცი, ახალგაზრდა ადამიანებზე სრულიად წარმოუდგენელ სიტუაციაში, სადაც ეს მოდი პირდაპირ თქვათ, რომ ეს იყო დემოკრატიის გამოხატულება, ხო? მომიტინგეები მოდიოდნენ სიარული ისე როგორც ყოველდღიურად დადიოდნენ. ამიტომ თუ კი ისინი არ დააპატიმრებდნენ, მაშინ პოლიციის შიგნით გაჩნდებოდა კრიზისი. ხოლო ახლა, როდესაც დააპატიმრეს, იმ ტიტუშკებს გაუჩნდათ პრობლემა და ეს გამოვიდა უკვე ხმები, რომ სხვა ტიტუშკები, მათი მსგავსი, რომელიც იქ იყვნენ, აცხადებენ, რომ ივანიშვილი წირავს მათ ციხეებისთვის და ისინი ნაბიჯებს აღარ გადადგამენ, რასაც ავალდებულებენ და ავალებენ თუ კი ეს დაპატიმრებები გაგრძელდება. ასე რომ მე მინდა ერთი რამე ვთქვა, ყველა ნებისმიერი აი ეს ბრძოლა არის ახლა ჩვენ მხარეს. კი თითქოს ისე ჩანს, რომ ივანიშვილი ახლა რეპრესიებს მიმართავს და ეს რეპრესიები თითქოს უნდა გვასუსტებდეს ჩვენ, მაგრამ ეს ასე არ არის. თითოეული აი ეს ნაბიჯი ასუსტებს რეჟიმს და ყოველთვის ამას ვამბობთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი. აი ესეც სწორედ ამის მაჩვენებელია. აი ეს არის სწორედ იმის მაჩვენებელი, რომ შიგნი არის კრიზისები, როგორც პოლიციაში, ისე იმ ტიტუშკებში. იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან გამოსული როგორც მოროდიორები, ნახეთ, ტიტუშკები ამით განსხვავდებიან ამ მეგისგან, ჩვენი მხარისგან, რომ არ აქვთ რწმენა. ამ ადამიანებს აქვთ რწმენა, ვინ ჩვენ მხარეს დგას. აი მეგის დაკავების ასე ვთქვათ ნაწილში მინდა კიდევ ერთი კითხვის დასმა, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იურისტები წერდნენ სოციალურ ქსელში, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს არა სისხლის სამართლის კოდექსი, არამედ საარჩევნო კოდექსი და ამისთვის აი მაქსიმუმ 1000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. ის რომ სწორედ სისხლით აღიძრა საქმე მეგის წინააღმდეგ და არა ვთქვათ საარჩევნო კოდექსით. რაზეა დათვლილი თქვენი აზრით? რამდენად შეიძლება ამას ხდეს პრევენციული ხასიათი უკვე სხვა მომიტინგეებთან მიმართებაში, რომ ხო, თუ კი გააკეთებენ იგივეს ანალოგიურად აღმოჩნდებიან საფრთხე. ერთადერთი იარაღი, რაც გონია რომ ბიძინა ივანიშვილს დარჩა, ეს არის რეპრესიები და რეპრესიებით გამოწვეული შიში. მათ ყველაზე მეტად ეშინიათ ახალგაზრდების, მოდი ვთქვათ ასე რა. თორე ჩვენ ისტორიაც ვიცით, ყველაფერი ვიცით ამ ქვეყნის და განსაკუთრებით საშიში ძალა არის მათ მსახვა ახალგაზრდები, რომელსაც უნდათ საქართველოს
ყოფნა ევროკავშირში მათ საკუთარ მომავალს ასე ხედავენ. ხო, ჩვენ ყველას გვყავს ოჯახის წევრებიც, მე პროფესორი ვარ, უნივერსიტეტში ვასწავლე. ეს ადამიანები საკუთარ მომავალს არ უკავშირებენ რუსეთს. მათ არაფერი არ აქვთ, არც კულტურული, არც ღირებულებით თვალსაზრისით. იმ სივრცეებთან, რომელ სივრცეებშიც უნდა რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო მიიყვანოს, ანუ გულისხმობ ავტოკრატიულ რეჟიმებს, ხო, ჩინეთის, ირანის თუ რუსეთის, ამათ არაფერი საერთო მათთან არ აქვს. მათი ღირებულებები ეთანხმება. ისევ ამ თემას რომ დავუბრუნდეთ, აი მეორე მხრივ, რაც თუნდაც მეგიმ გააკეთა, არის თუ არა საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტისთვის კამპანიის წარმოებაში ხელშეშლას. ეს არის პროტესტი. სახალხო დამცველიც მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ თავი შეიკავონ ქმედებისგან, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს არჩევნებში ჩართული პარტიების, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების შტაბის მუშაობას. რეალურად მართლაც უნდა მუშაობდნენ თუ არა არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, ისე რომ მათ ჰქონდეთ კამპანიის სრულფასოვანი მე სახალხო დამცველს დავუსვამ კითხვას. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს არ არის არჩევნები. თავად სახალხო დამცველი რამდენად ასრულებს იმ როლს, რასაც ნამდვილად უნდა ასრულებდეს სახალხო დამცველი. რატომ არ ჩნდება მაშინ და რატომ არ საუბრობდა მაშინ, როდესაც მაგალითად წინა საარჩევნო კამპანიის დროს აბსოლუტურად გაანადგურეს ჩვენი კოალიციის ბანერები საქართველოს მასშტაბით. თუ არა და თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და შეგიძლიათ ეს მასალა ამოიღოთ და აჩვენოთ კიდეც. რატომ არ არის დაკავებული მაგალითად ნინო კვიტაიშვილზე თავდამსხმელი, რომელიც მერე 9 თვე გავიდა? რატომ არ არის ის ადამიანი, მათ შორის ჩემზეც 10 ადამიანი მირტყამდა კოალიციის ოფისის შესასვლელში. ჩვენი კოალიციის ბევრი წერი და მათ შორის ადამიანები ხო ის ბიჭი გახსოვთ, ვინმე დააპატიმრეს, ვინც გაილახა იქ ამ 2026 არჩევნების შემდეგ. შარშანდელი არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენების დროს. სად არის ეს ხალხი, როდესაც ახლა გამოდიან და საუბრობენ ამ საარჩევნო სისტემის დაცვაზე და ასე შემდეგ. ეს არ არის არჩევნები. ეს არის რუსული რეჟიმი. ჩვენ არ ვაღიარებთ ამას. ქართველი ხალხი აი ამ 4 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს არჩევნებად. ჩვენ მას უწოდეთ ის სახელი, რაც ეკუთვნის, ეს არის რუსული რეჟიმის რუსული ოპერაცია, რომლის ერთადერთი მიზანი არის საქართველოს დაბრუნება ავტოკრატიულ სისტემაში. რატომ? იმიტომ რომ დემოკრატიის პირობებში ბიძინა ივანიშვილი ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. ამიტომ ექნება ყოველდღიური ხასიათი და რა თქმა უნდა ექნება და მეგის ქცევა არ არის კანონდარღვევა. მისი ქცევა ექვემდებარება მისი თავისუფლებისთვის ბრძოლას, როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფო დონეზე. ეს ადამიანი არის ახალგაზრდა, რომელიც საკუთარი თავის, საკუთარი სამშობლოს, საკუთარი წარსულის და მომავალს ხედავს დასავლეთში, ხედავს დემოკრატიულ სისტემაში და ის არ აღიარებს იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს უწოდებს. სწორედ ამიტომ არის შეცდომა ლელოს და გახარიას შესვლა ამ არჩევნებში და არ შეიძლება ახლა არ იდგეს ლელო და გახარია, რომელიც საკუთარ თავს გამარჯვებულ პარტიას უწოდებს. შარშანდელ არჩევნებში იმ მხარეს, სადაც დგას მეგი და მეგის მსგავსი ადამიანები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გასაგებია. ბატონო, რადგან თვითმმართველობის არჩევნების საკითხსაც შეეხეთ გარკვეულწილად და აი გახარიას და ლელოს პარტიები ახსენეთ, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ, რამდენიმე წუთი გავჩერდეთ ამ თემაზეც და რატომ? აი გახარიას პარტია თქვენ ბოიკოტის მომხრე ძალებს გადანაშაულებთ იმაში, რომ მაგალითად 30-მდე მუნიციპალიტეტში ლელომ და გახარიას პარტიამ ვერ წარადგინეს და ვერ დაასახელეს მერობის კანდიდატები, ისე როგორც სრულად ვერ დააკომპლექტეს საარჩევნო უბნები და ამავე დროს კეთდება ასეთი განცხადებაც და გავაცნო მინდა ეს განცხადება მაყურებლებს. ბოიკოტის მომხრე პარტიები გეგმავენ 4 ოქტომბრის აქციაზე თბილისში ავტობუსებით ჩამოიყვანონ ხალხი. მათი უმრავლესობა არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას, რომ არა ეს ხელშეშლა. ოპოზიციონერი კოლეგები ოპოზიციის ოპოზიციაში არიან და ოცნების წისქვილზე ასხამენ წყალს. აი ზაზა თავაძე ამბობს ამას, რომელიც გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. რა სიტყვით მოკლედ იმ ბრალდებაზე, რომელიც ისმის არჩევნებში ჩართული სუბიექტების მხრიდან და რამდენად იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ აი თურმე თქვენი ბრალი ყოფილა ბოიკოტის მომხრე ოპოზიციურ ძალებს გულისხმობ 28 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები, რომ ვერ დაასახელეს გახარიას პარტიამ და ლელომ, ისე როგორც ვერ დააკომპლექტეს საარჩევნო უბნები. პარტია ძალიან მარტივი. საკუთარი უნარობის გადაბრალება სხვაზე არის ძალიან დიდი შეცდომა, მაშინ როცა ჩვენ 1 წელია ვსაუბრობთ თითქმის იმაზე, რომ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და ჩვენ ამ არჩევნებში არ შევდივართ.
ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა, ეს ადამიანები გულისხმობ გახარიასაც, გულისხმობ ლელოსაც ჯერ გაურბოდნენ ამაზე საუბარს და ამბობდნენ, რომ ამაზე საუბრის დაწყება არის ძალიან ადრე, ხოლო მე როცა გადამწყვეტ ფაზაში შევედით, მე გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. ახლა საკუთარი უუნარობის გადაბრალება უნდა სხვაზე. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ ერთი რამ. გახარიამ და ლელოს პარტიამ ეს პროცესები, რომელიც არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროცესები, გადაიყვანეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის ბრძოლის პროცესებად. ეს ასე არ არის. ქართველი ხალხი ახლა ებრძვის იდენტობის გადასარჩენად, მეგობრებო. ის ფორმულა, რომ მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი, ექვემდებარება ახლა ნგრევას, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ამას მიზანმიმართულად ანგრევს. თქვენს, რა ვიცი, პარალელურ ტელევიზიაზე გადართეთ რა გადაცემები დაიწყეს ახლა, სადაც მიზანმიმართულად აკეთებენ იმას, რაც აკეთებენ, რომ ანგრევენ ღირებულებ თითქოს უნდათ რომ დააშორონ ევროპული და ქართული ღირებულებები. რა დროს პირად პოლიტიკურ ამბიციებზე საუბარია, მით უმეტეს საკუთარი უნარობის გადატანას სხვებზე. მაშინ როცა შენ არ შეგიძლია დააკომპლექტო ამ მერობის კანდიდატები, რატომ შედიხარ ამ არჩევნებში? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვა, რომ შენ სწორგზაზე მიდიხარ. ეს არის სრულიად გაუგონარი და წარმოუდგენელი რამ, საკუთარი უნარობა ახლა გადააბრალოს სხვებს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ და ვაფიქსირებ, რომ ჩვენი გზა დაწყებული ჩვენი არსებობის დღიდან არის თანმიმდევრული და გეგმაზომიერი. ჩვენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ იმისკენ, გულისხმობ კოალიციას, რომელიც მიდის იქამდე, რომ ეს ხელისუფლება გახდეს დელეგიტიმური. არ იყოს მის ინდობა და ჩვენ ამას მივახციეს ქართულ ხალხთან ერთად. ხოლო მაშინ რატომ არ შევიდნენ პარლამენტში? მოდით ეს კითხვა დავსვათ რა. გაცილებით გონივრული იქნებოდა ლელოს და გახარიას შესვლა პარლამენტში. ახლა არ გამორიცხავენ, რომ ასეც მოიქცნენ და გამოიწვევდეს ის შეცდომა, რომელიც შეცდომას უწოდებს გახარიას. რატომ რომ ამათ ზუსტად იციან, რომ ახლა ეს გზა, რომელიც მათ აირჩიეს, არის ქართველი ხალხის არჩეული გზის საწინააღმდეგო. არ შეიძლება შენია, რომ ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ და ის მიღწევა დაუკარგო ქართველ ხალხს, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში იქნა მიღწეული. გულისხმობ დელეგიტიმაციას და არაღიარებას. მეგობრებო, ნახეთ, ლელომ და გახარიამ მისცა შანსი კახიტალაძეს, რომ ეთქვა, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური, იმიტომ რომ მასში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიები. ეს არის წინადადება, რომელსაც თუ არ უშლით ხელს, არა მხოლოდ ქართულს, არამედ გახარიას პარტიასაც და ლელოსაც, რომ აწარმოონ საარჩევნო კამპანია, მაგრამ კანდიდატები ყავდნენ ჩვენ არავის ხელს არ უშლით, ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმაზომიერ და პრინციპულ პოლიტიკას, რომლის გამოც ჩვენი ლიდერები არიან ციხეში და რომელი ბრძოლის ერთ-ერთი საფუძველია იმის, რომ ახლა ქართული ოცნება არც შიგნით ქვეყნის და არც ქვეყნის გარეთ არ არის ლეგიტიმური. ჩახედეთ ვინ აკვირდება და ვინ არის ოფიციალურად ჩამოსული. სულ რაღაც 2-3 წუთი დაგვრჩა და ბოლოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხოთ. ამჯერად უკვე ჰელსინკის კომისიის სხდომა, რომელზეც გუშინ საქართველოს საკითხზე გაიმართა მოსმენა. ქართული ოცნების მისამართით ჯერზე მოვისმინეთ, ასე ვთქვათ, კრიტიკული განცხადებები, როგორც ქართველი მომხსენებლების, ისე ჰელსინკის კომისიის წევრების მხრიდან. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ქართულმა ოცნებამ აირჩია გზა, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება. ხა ჰელსინკის კომისიის კრიტიკული პოზიცია გასაგებია, თუმცა აქ თავარი კითხვა მაინც არის ის, რა შეიძლება თქვას ტრამპის ადმინისტრაციამ. აი, როგორ ფიქრობთ, რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს ტრამპს და მის ადმინისტრაციას იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ახლა საქართველოში ხდება? მე ვფიქრობ, გუშინდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერქმება ამას, სხვა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ფაქტი ერთია, რომ ეს ყველა გინდა ტრამპი გნებავთ, ესენი არიან დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლები და ისინი ყოველთვის დადგებიან იმ მხარეს, სადაც არის დემოკრატიის დაცვის შესაძლებლობები. აქ ძალიან კარგად იქნა ფორმულირებული, რომ ისინი არიან ქართველების მხარეს, იმ ქართველების მხარეს ხალხს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ვინც იბრძვის საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დაფუძნებისა და განვითარებისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მივა იქამდე, სადამდეც გვინდა ჩვენ ქართველებს რომ მივიდეს, გულისხმობ მეგობარი აქტის შემოტანას და მეგობარი აქტის ფარგლებში საქართველოსთან ურთიერთობის მაგრამ ამ მეგობარ აქტზე გუშინ ვაგერ კონგრესმენმა სტივ კოენმა ისიც კითხვა, რომ სავარაუდოდ აღარ მოხდება ამ კანონპროექტის კითხვა და გატანა. არა, დაველოდოთ, მოდით, მე მგონია, რომ ეს მიაღწევს აუცილებლად იმ შედეგებს, რა შედეგებადაც უნდა მივიდეს, არსებობს სხვა გზებიც, დაველოდოთ ამ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდგომ გადაწყვეტილებას მე ვგულისხმობ ტრამპის ადმინისტრაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ჩვენი მხარდაჭერების საკმაოდ ძლიერი ფლანგია, ასე ვთქვათ, ეს
კანონ პროექტი ორმხრივ, ორპარტიულ თანხმობას იღებს, ხო, როგორც დემოკრატები, ისევე რესპუბლიკელები თანხმდებიან, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში აუცილებელია მეგობარი აქტის არსებობა. ამიტომ მე მგონია, რომ დასავლეთი, მათ შორის ამერიკაც, როგორც ყოველთვის დგას ქართველი ხალხის მხარეს, ახლაც გააგრძელებს ამ მხარდაჭერას და ტრამპი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენთვის მადლობა ბატონო, მადლობა იმისთვის, რომ დაგვიწყეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, ვანწერეთ ელს მშვიდობებით.